სასწავლო თავგადასავალი იწყება. გამარჯობა ბავშვებო, მე თქვენი ჭკვიანი გიდი ვარ და დღეს გაგიზიარებთ ცხოველების შესახებ საოცარ ფაქტებს. იცოდით, ქამელეონებს შეუძლიათ ფერის შეცვლა, რათა გარემოსთან შერწყმა შეძლონ. ქამელეონებს შეუძლიათ ერთდროულად ორი მიმართულებით ყურება. ქამელეონები მწერებს გრძელი წებოვანი ენის სწრაფად გამოყოფით იჭერენ. იცოდით, სპილოები სარკეში საკუთარ თავს ცნობენ, ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. ისინი ხორთუმს იყენებენ ნივთების ასაღებად. თურმე დიდი ყურები მათ გაგრილებაში ეხმარება. რა საინტერესოა რა? იცოდით, კოლიბრები ფრთებს წამში 80-ჯერ აქნევენ. მათ უკან ფრენაც კი შეუძლიათ, ნეტავ როგორ. კოლიბრებს პაწაწინა გული წუთში 1200-ზე მეტჯერ ცემს. იცოდით, ბაყაყებს შეუძლიათ სუნთქვა როგორც კანით, ასევე ფილტვებით. ზოგიერთ ბაყაყს შეუძლია საკუთარი სხეულის სიგრძეზე 20-ჯერ მეტ მანძილზე ხტომა. ბაყაყებს აქვთ წებოვანი ენა საკვების სწრაფად დასაჭერად. იცოდით, ფუტკრები ურთიერთობენ ცეკვით, რათა სხვებს უთხრან, სად იპოვონ ყვავილები. ისინი ყოველდღიურად 1000-ობით ყვავილს სტუმრობენ ნექტრის შესაგროვებლად. ასევე მცენარეებს ეხმარებიან ზრდაში ყვავილიდან ყვავილზე მტვრის გავრცელებით. გამოიწერეთ არხი! კოალებს ძლიერი ბრჭყალები აქვთ, რაც მათ ხეებზე სწრაფად და უსაფრთხო დასვლაში ეხმარება. ისინი მხოლოდ ევკალიპტის ფოთლებს მიირთმევენ, რომლებიც მაგარი და მწარეა. იცოდით, ზღვის კუებს შეუძლიათ 5 საათამდე წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავება. საოცრად ძლიერი ჯავშანი მათ მტაცებლებისგან იცავს. ზღვის კუები 1000-ობით კილომეტრს გადიან კვერცხების დასადებად იმავე სანაპიროზე, სადაც დაიბადნენ. იცოდით, 8 ფეხებს რომ 3 გული აქვთ. მათ შეუძლიათ პაწაწინა სივრცეებში გაძრომა, რადგან ძვლები არ აქვთ. 8 ფეხებს შეუძლიათ ფერის შეცვლა მტაცებლებისგან დასამალად. იცოდით, პინგვინებს შეუძლიათ წყალქვეშ საათში 22 კილომეტრამდე ცურვა. პინგვინებს ფრენა არ შეუძლიათ, მაგრამ შესანიშნავი მყინვარები არიან და დიდ სიღრმეებს აღწევენ. პინგვინები ცივი შტორმების დროს ერთად იკრიბებიან, რათა ერთმანეთი გაათბონ. მადლობა, რომ შემომიერთდით ამ თავგადასავალში. იმედი მაქვს, რომ ამ საოცარი ცხოველების შესახებ ინფორმაციის მიღება მოგეწონათ. ბავშვებო,
ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.